და ეხლა ეს გაბიტაშვილი ჩამოსულა თბილისში მეგობრებო, მინდა ეხლა განახოთ ეს სიუჟეტი და ვიღაცას მისმა გაულამაზებია ის მისი ფიზიონომია. Ირაკლი ზარქოა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში დაესხნენ თავს. ამჯერად თბილისში სახლთან სამი ნიღბიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. ამ წუთებში მასთან გამომძიებლები უნდა მივიდნენ. რაც შეეხება თავდასხმის ადგილზე არსებული კამერების ჩანაწერებს, ის პოლიციამ სასამართლო განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ამოიღო. ნინა მაჩაბელი მუშაობს თემაზე და ის ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინა, რა ახალი გარემოებების დადგენა მოხერხდა ამ დროისთვის? ლაშა გაბიტაშვილი ამ დროისთვის უკვე იმყოფება სახლში, მას წოლითი რეჟიმი აქვს, როგორც ცნობილი ხდება, კლინიკაში შესთავაზეს ექიმებმა დარჩენა და დაკვირვება, იმიტომ რომ მას ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ ლაშა გაბიტაშვილმა უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე და ხელწერილის საფუძველზე დატოვა მან კლინიკა. ამ წუთებში, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ლაშა გაბიტაშვილი ელოდება გამომძიებლებს და დღის ბოლომდე უნდა გამოიკითხოს ის დილას მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, როგორც თავად გაბიტაშვილი გამარტავს დღევანდელი ინციდენტი არის სწორედ აბუ-დაბის გაგრძელება და ამბობს, რომ რეჟიმი ცდილობს ყველა იმ ადამიანის დაშინებას, ვისაც კი უჩნდება კითხვები არსებულ რეჟიმთან დაკავშირებით და ასევე გამარტავს ის, რომ არავის არ უნდა ეშინოდოს დღეს ქვეყანაში იმის რაც ხდება, იმიტომ რომ სიმართლე არ არის ქართული ოცნებისკენ, იმ პოლიტიკური პარტიისკენ, რომლებმაც მოპარეს ხალხს არჩევნები და ბუნებრივია გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. მე დავისაჯე, იმიტომ რომ ვერ დამაშინეს აქციაზეც ვიყავი გუშინ და ეს არის ის რაც დღეს მოხდა. დილით ეს ემსახურება სწორედ დაშინებას, ასეთია ლაშა გაბიტაშვილის პასუხი დილანდელ ინციდენტთან დაკავშირებით. Ძახს როცა ვასეირნებდი, ესე იგი უცებ არ ვიცი მოულოდნელად სამი ადამიანი დამესო, ვერც დავინახე როგორ მომიახლოვდნენ და ძირს დავარდი და მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცი აი საერთოდ ვინ იყვნენ, რა იყვნენ, სახეუჩანდათ, არ ჩემიხედი, ანუ სხვანაირად მინდიოდა ვითარება. ანუ გინების და იმის მეტი არაფერი რა. ეს არის აბუ-დაბის გაგრძელება, უბრალოდ ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ ამგონია, უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი. აბუ-დაბიში რომ მოსაკითხად მივედი, რომ კითხვებით მივედი დეპუტატის წევრებთან, რომ მიმდინარე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აიღოთ და მეკითხა თუ რა იქნებოდა. შესაბამისად, ეხა რეჟიმი ცდილობს რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც ესეთ შეკითხვები გაუჩნდება. ვინც ისეთ სიტუაციაში კითხავს ამას, რომელიც მათთვის კომფორტული არ არის. და ეს ყველაფერი ზეწოლა არის, ანუ უნდათ რომ ხალხი გატეხონ, რომ არ გავიდეს აქციებზე. მე გუშინ აქციაზეც ვიყავი და ალბათ ეს ყველაფერი ძალიან აღელვებდა, უნდათ რომ სამაგალითო დავისაჯე. შესაჩინებელი არაფერი არ არის და ვინმე თუ უნდა შეშინდეს, ეს ისინი უნდა შეშინდნენ და მზად არიან, იმიტომ იღებენ ამ კანონებსაც, რომ ისინი არიან დაშინებული. მათ სიმართლე მათ მხარეს არ არის და შესაბამისად ამით ცდილობენ ტიტუშკებით, ახალი კანონებით ცდილობენ რეჟიმის დაცვას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აი ხა ეს ადამიანი რომელიც აღმოჩნდა, მე ყოველგვარ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მაგრამ რასაც დათესავ, იმას მოიმკი. აი ბოდიში და რუსი ცოლი რო ყავს და აი რასაც შენ აგინებ და რო ეუნები სხვა შენი ისაო და იმ ცოლს უკეთებ იმას, რასაც ჩვენ სხვას ეუბნები, რაღაცა სინისი და ნამუსი უნდა გქონდეს. რასაც შენ ცოლს უკეთებ ლოგიში და იმას რო აგინებ რუსების დედაო, ნამუსი მაინც არა გაქვს, მაინტერესებს ერთი? და როგორ არ გწვენია კიდე ხმას რო იღებ, რომ სამართლიანობაზე და რაღაცაზე და უსამართლოდ შენ მოიქეც ის ამარდე მოიხადე ბოდიში ქართული ხალხის წინა. ქუჩაში იმდენ ნაძირალას ხედავ, ყველას რო ესე ვაგინო დედის ბოდიში და ისა სად გაგონილა, სადმე რა სამართლიან სახელმწიფოზე ლაპარაკო. რამდენი შენ დაგინახავს ქართველი შეიძლება კიდე გაგისწორდეს ფიზიკურად, იმიტომ რომ შენ არ მოიხადე თავარი ბოდიში. ეხლა ვეღარ ბედავ რომ ის დაადანაშაულო ზარქუა და ის სანიკიძე კიდე კარგი მაგდენი ნამუსი გეყო და თქვი რომ ისინი არაფერ შუაში ამათთანო. ვინც კი შენ დაგინახავს, ვინ შეიძლება შენ ხელი გამოგიწოდოს და გამარჯობა გითხრაში, არა კაცო შენა. ჩახვედი და ბოდიშ და აყურებინე სეირი უცხოელებს, როგორ ქართველები ერთმანეთს იმაშვებიანო. იმათმა რა იციან ეხლა ან ზარქუა ვინ არის, ან სანიკიძე, ან ვინ არის, ან ვიღა.
აი ეს არის თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. მალე თქვენ დაუბრუნდებით იმ პერიოდს, როცა იყო 2012 შემძვრალი რო იყავით სოროებში. მალე შეძვრებით სოროში. თითეული ნაცის ადგილი არის სორო. იქ უნდა იყოს შემძვრალები, რომ თავი ვერ გამოყოთ, იმიტომ რომ რაც თქვენ გააკეთეთ, გაპატია ქართველმა ხალხმა. დაიწყეთ ხალხის გინება, ლანძღვა, ჩაფურთხება. და რაღაცეები, საშინელებების ლაპარაკი, მივარდნები, მოვარდნები, მანქანების აი როგორ იქცევით თქვენ და მე გიყვირთ რომ ვიღაცა ფიზიკურად მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, არ მივესალმები, ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ მტერი იყოს ფიზიკურ ანგარიშწორებას, მაგრამ იმ ხელა ბოროტება დათესეთ. არ ვიცი, ეს ეკა მიშველაძე როგორ უნდა შევიდეს კაფეში მე არ ვიცი, რაც მაგან თქვა რომ ისაურავ კი ჩაუფურდ. ან საერთოდ ეს TV პირველი ჟურნალისტები საერთოდ ქუჩაში როგორ გამოდიხართ თქვენ? საერთოდ როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე, საერთოდ როგორ დგამთ ფეხს? კაცი რომელიც ესე იგი ადგება და ქუჩაში მიაძახებს ის აი ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში გარდა იმისა რომ ხელისუფლების წარმომადგენლებზე შევიდა იქ ცვლილება რომ თუ კი რაღაცა იმას რაღაც გარკვეული მუქარა იქნება ძალადობა იქნება აი ეს გამკაცდა კი წვრილმანი ხულიგნობაზე მოიმატა სასჯელის მან რაოდენობრივად უფრო ანუ ადმინისტრაციულმა პატიმრობამ მოიმატა მაგრამ მე ვფიქრობ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი იმიტომ რომ ეხლა ესენი რომ დაასდევენ ადამიანებს და აი რაღაც შეურაცხყოფას აყენებენ ეს არ უნდა დასჯეს დაუსჯელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ აი ამ სურათს. აგერ ხალხი ისე გამწარდა რომ ქუჩაში რო ხედავენ აი ესეთ არარაობებს, ხედავთ აგერ როგორ გაულამაზეთ ცხვიპირი. და ეხლა მე ვერ გავიგე რამდენი ეხლა ნაციონალი გამოივლის იმდენჯერ ვიღაცა იცემოს ეგეც არ მინდა სიმართლე კი არის ღირსების ეგენი რომ კარგად მაგრამ დაიჟეჟონ მაგრამ მაინც სამართლებრივი სახელმწიფოსათვის არ არის ეს რეკომენდირებული რომ ეხლა გაილახონ ჯობია პასუხი აგონ კანონის წინაშე